ჩვენ ახლა ვიმყოფებით ჯინვალში, სადაც ყოფილი ავტოფარეხის შენობაში განთავსდა ჩვენი ცენტრი და დღემდე ფუნქციონირებს. დუშეთის მუნიციპალიტეტში დაბა ჟინვალში ერთ-ერთ ქუჩაზე ჩავლისას ამ ორ ავტოფარეხს დაინახავთ. თუმცა მესამე წელია ამ ადგილს სულ სხვა დანიშნულება აქვს. აქ ახლა სოციალური განვითარებისა და განათლების ცენტრია განთავსებული. ამ ცენტრში ბავშვებსაც ეხმარებიან და ზრდასრულებსაც. ცენტრის დამფუძნებელი მარიამ ჯაბნიაშვილია. მისი განცხადებით ყველაზე დიდი გამოწვევა ის არის, როცა ბავშვი ვერ ლაპარაკობს. ცენტრში 5 სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტი მუშაობს. ბავშვები აქ არა მხოლოდ დაბა ჟინვალიდან დადიან, არამედ მიმდებარე სოფლებიდანაც, რადგან მარიამ ჯაბნიაშვილის თქმით, მათ არ აქვთ არანაირი წვდომა მსგავს სერვისებზე. სოციალური განვითარების და განათლების ცენტრი არის ერთადერთი სივრცე ჩვენს რეგიონში, სადაც თავმოყრილი არის არაფორმალური განათლება და ინკლუზიური განათლება. ჩვენ შეგვიძლია მხარდაჭერა აღმოუჩინოთ ყველა ბავშვს, ვისაც აქვს სოციოემოციური პრობლემები და გამოწვევები, შეიძლება იყოს განვითარების ეტაპების დაყოვნება, ან მეტყველების დაყოვნება, ასევე შეიძლება იყოს ისეთი შემთხვევები, როდესაც ბავშვს უჭირს უბრალოდ სასკოლო პროცესში ჩართვა ხარისხიანად და ჩვენ შეგვიძლია რომ ხარისხის გაუმჯობესებაში დავეხმაროთ და აღმოუჩინოთ საჭირო დახმარება. გვაქვს მრავალფეროვანი სერვისები, ენისა და მეტყველების თერაპია, ქცევითი თერაპია, აკადემიური უნარების თერაპია, ასევე ლოგიკის კურსი და ქართული ენის და მათემატიკის ინტეგრირებული კურსი. 80 ბავშვი ირიცხება ჩვენთან, ეს არის შშმ, სსსმ და ტიპური განვითარების ბავშვები. ჩვენი ცენტრი საკმაოდ მულტიფუნქციურია, რადგანაც 4-დან 19 წლის ჩათვლით ბავშვები ყავს სხვადასხვა საჭიროებით. ცენტრის გახსნის ამბავი კი ასეთია. ერთ-ერთ ზაფხულს, როცა მარიამ ჯაბნიაშვილი მშობლიურ დაბა ჟინვალში დასასვენებლად ჩამოვიდა, მასთან კონსულტაციისთვის რამდენიმე ბავშვი მიიყვანეს. რაღაც პერიოდის განმავლობაში მარიამი ბავშვებთან მუშაობდა. ის უკეთ გაეცნო მათ საჭიროებებს და არდადეგების შემდეგ, როდესაც თბილისში დაბრუნდა, ამ ბავშვების დარდი გამოხვა. ის რომ ბავშვები ყოველგვარი დახმარების გარეშე დარჩნენ. ამ ფიქრებმა იგი კვლავ მშობლიურ ჟინვალში დააბრუნა. ეს ავტოფარეხები დაგვითმო ადგილობრივმა მცხოვრებელმა, რომლისთვისაც ეს საქმე მნიშვნელოვანია და ხელი შეგვიწყო ამ მხრივ. ამ ავტოფარეხებში არსებობდა არანაირი პირობები, კედლებიც, იატაკიც და ჭერიც ჩვენ მოვაწყეთ, ჩემი ძმა და ჩემი მეგობრები მომეხმარნენ. ფართის შერჩევა ძალიან რთული პროცესი იყო, იმიტომ რომ ფიზიკურად არ არსებობს ჟინვალში ესეთი ფართები, სადაც შეიძლებოდა განგვეხილა ჩვენი ცენტრის განთავსება. როგორც კი შემოგთავაზეს ეს ფართი, მაშინვე დავთანხმდით, იმიტომ რომ იმ წუთას იყო საჭიროება იდგა, რომ აუცილებლად მინიმალური პირობები მაინც უნდა გაგვეჩინა, სადაც დავიწყებდით თერაპიებს და საგაკვეთილო პროცესს. უკვე 2 წელია, რაც ცენტრში მეტყველების თერაპევტად მუშაობს ფსიქოლოგი ანი ნამორაძე, რომელიც მარიამ ჯაბნიაშვილმა მოამზადა ამ საქმისათვის. ჩვენ გვაქვს განსხვავებული აქტივობები, მაგალითად, ახლა რასაც ასრულებენ, ეს კონკრეტული დავალება ემსახურება აზროვნების განვითარებას. აქ საჭიროა განსხვავებების პოვნა. ნახე, უნდა იპოვა 4 განსხვავება, ხო? ფიგურების აწყობა, შესაბამისი ბარათის მიხედვით უნდა აწყონ გამოსახულებები. ესეც ემსახურება აღქმის და აზროვნების განვითარებას. ეს კონკრეტული აქტივობები ხელს უწყობს ნატიფი მოტორული უნარების განვითარებას. ამ სავარჯიშოების საშუალებით ბავშვებს უვითარდებათ ისეთი უნარები, როგორიც არის აღქმა, აზროვნება, მეხსიერება, კონცენტრაცია და ყურადღება, რომელიც, რა თქმა უნდა, ყოველდღიურ აქტივობებში ძალიან საჭიროა. მოსულან ბავშვები, რომლებსაც უჭირდათ მეტყველება, ზოგი საერთოდ არ მეტყველებდა, ჰქონდათ კომუნიკაციური სირთულეები, ასევე ქცევის სირთულეებიც, მაგრამ თერაპიული პროცესის საშუალებით შევწელით, რომ გაუმჯობესებულიყო მათი მეტყველების, კომუნიკაციის და ასე ვთქვათ, ქცევითი უნარების ხარისხიც. მაგალითად, ჩვენ ყავს ერთ-ერთი მოსწავლე, რომელიც გერების გარდა არაფერს ამბობდა, რა თქმა უნდა, ჰქონდა კომუნიკაციური სირთულეებიც, მარტივად ვერ შედიოდა ხალხთან კომუნიკაციაში, უჭირდა საკუთარი აზრების გადმოცემა, მაგრამ დღესდღეობით ბავშვს შეუძლია მარტივი წინდადებების წარმოთქმა, გადმოსცემს საკუთარ საჭიროებებს, თუ რა სურს და როგორ სურს, გარდა ამისა გაუმჯობესდა მისი კომუნიკაცია თანატოლებთან, ასევე მშობლებთანაც და მოგვარდა გარკვეული ქცევითი სირთულეებიც. ცენტრის სიკეთეზე და მიღწეულ დადებით შედეგებზე საუბრობენ მშობლებიც და ცენტრის ბენეფიციარებიც. ჩემთვის როგორც მშობლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ცენტრის არსებობა, რადგან ჩემს შვილს ჰქონდა ურთულესი ქცევები, არ შეეძლო ემოციების მართვა,
არ შეეძლო ბავშვებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია, ასევე უჭირდა წინასასკოლო მასალის დაძლევა. დღეს ეს ყველანაირი პრობლემა მოხსნილია. თავდაპირველად მას სჭირდებოდა ინდივიდუალური თერაპიები. მუშაობის შედეგად დაიცლია ეს პრობლემა და ახლა უკვე ჯგუფურ აქტივობებშიც არის ჩართული. არ ვფიქრობდი, რომ სწავლა ანუ რაღაცა ის იყო მნიშვნელოვანი, ანუ ძლიერი მხარე იყო. არ მინდოდა, არც ვფიქრობდი რა. და მარიამთან კომუნიკაციის შემდეგ მე გადავწყვიტე, რომ საჭირო იყო. ჩემი მომავლისთვისაც და ყველაფრისთვის საჭირო იყო. იმ წელს სკოლის დამთავრებიდანვე ჩავაბარე კოლეჯში, წელს უკვე ეროვნულებზეც გავედი და უმაღლესშიც ვაბარებ და ამოაყირავა ჩემი ცხოვრება რა, საპირისპირო რაღაცეებისკენ მიბიძგა, რაზეც ერთად არ ვფიქრობდი და მეგონა რომ ვერ შევძლებდი. კოლეჯში ავირჩიე სკოლამდელი აღზრდა და უმაღლესშიც ვაბარებ ფსიქოლოგიაზე. მარიამ ჯაბნიაშვილი საკუთარი ხელით ამზადებს განმავითარებელ ბარათებსა და სათამაშოებს. მან ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ერთ-ერთ პროექტშიც გაიმარჯვა, რომელიც რეგიონებში სოციალური მეწარმეების გაძლიერებას ემსახურებოდა. გასულ ზაფხულს ჩემმა მეგობარმა მითხრა ესეთი პროექტის შესახებ, რომელსაც ახორციელებს World Vision საქართველო ევროკავშირის დაფინანსებით. ამ პროექტს ერქვა Skynet-ი და ემსახურებოდა სოციალური მეწარმეების გაძლიერებას რეგიონებში. ამ პროექტში მივიღე მონაწილეობა, შემარჩიეს და გავიარე ძალიან საინტერესო პროცესი. ეს თავდაპირველად იყო თეორიული გადამზადება, როგორც სოციალური მეწარმე. გადამზადების შემდეგ შევძელი რომ შემექმნა ჩემი დამოუკიდებელი ბიზნეს გეგმა, ჩემი სოციალური საწარმოს ბიზნეს გეგმა, ჩემი იდეამ გაიმარჯვა და მოვიგე ლაზერის აპარატი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჟინვალში იარსებობს სოციალური საწარმო, სადაც დასაქმდებიან ადგილობრივი ახალგაზრდები და თან შეიქმნება ისეთი რესურსები, რომელიც ძალიან გვჭირდება სათერაპიო სერვისების მიწოდებაში. ხარისხიანი სერვისების მიწოდებისთვის მარიამის თქმით საჭიროა შესაბამისი ფართი და პირობები, რომლებიც ავტოფარეხში არ აქვთ. ასევე მათთვის გამოწვევაა დაფინანსების არარსებობა. თუმცა მარიამი ამბობს, რომ ახლა მოლაპარაკებები აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სათანადო პირობების მქონე სივრცის გამოყოფას ელოდებიან. მუდმივ რეჟიმში გვაქვს უფასო კონსულტაციები, ასევე გვაქვს ფასდაკლებები და შეღავათების შესაბამისი საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, თუმცა ჩვენი მიზანია, რომ ჩვენ გქონდეს სახელმწიფო სერვისები, სახელმწიფო სერვისებში იგულისხმება, რომ სახელმწიფო უფინანსებდეს ბავშვებს შესაბამისი საჭიროების მიხედვით თერაპიებს და იმისათვის, რომ შევძლოთ დავრეგისტრიროთ როგორც მიმწოდებელი სერვისის ორგანიზაცია, გვჭირდება უკეთესი ფართი, რომელიც იქნება ადაპტირებული, რომელსაც რეკომენდაციები ჯანდაცვის რეკომენდაციები იქნება ასე ვთქვათ შესრულებული და დაცული და შესაბამისად უკვე ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა შეიძლება რომ უფასოდ ისარგებლოს ამ სერვისით და აღარ მოუწიოს გადახდა არანაირი გადასახადის. დაბა ჟინვალის სოციალური განვითარებისა და განათლების ცენტრში დღე მიილია. ბავშვებს მშობლებმა მოაკითხეს. ცენტრში უკვე საზაფხულო არ დადეგებია. სექტემბრიდან კი პროცესი კვლავ განახლდება და იქ ახალ მსურველებს მიიღებენ. მშობლებსაც და ცენტრის თანამშრომლებსაც იმედი აქვთ, რომ მალე ექნებათ ახალი სივრცე, სადაც ბავშვებს შესაბამისი პირობები დახვდებათ.